დღეს უნდა გაჩვენოთ ორი პროდუქტი, რომელიც გადავწყვიტე რომ ერთად გავყიდო. ერთი არის ეს არის ბარბარა პომპეს მიერ გაკეთებული სიმბოლური ბარათები, რომელიც ლამაზ პარკში დევს, ქაღალდის კი არა და ნაჭრის პარკში. გავხსნი და გაჩვენებთ და რამდენიმე სავარჯიშოს აქ ონლაინ თუ შემომიერთდებით შეგვიძლია გავაკეთოთ. სავარჯიშოები აქ ფაქტიურად და ასევე გაჩვენებთ ცხადგრძნობების დღიურს. მკუღმა აჩვენებს ახლა კადრში, მაგრამ ნუ ძალიან ლამაზი დღიურია, ესეთი დიზაინის და შიგნით არის ძალიან ბევრი სავარჯიშო, რომელიც ეფუძნება გეშტალტ თერაპიას, მაგრამ არის ავტორო, ჩემი მოფიქრებული სავარჯიშოებია. ეს სავარჯიშოები ძალიან გავს და მსგავს რაღაცებს ვაკეთებთ ხოლმე everywhere-ში და მინდა რომ თან აგიხსნათ ამ ყველაფრის უკან რა ლოგიკაა. იმიტომ რომ თითქოს ერთის ხრი ბრმანდობას ვერ დავარქმევ იმას, რომ ადამიანი ლიცენზირებულ თერაპევტთან მიდიოდეს და იქ თქვათ შემეცნებით ფსიქოლოგიურ სავარჯიშოებს აკეთებდეს, ეს ახლა ბრმანდობაზე საუბარი არ არის აქ. იცი რომ ადამიანს აქვს განათლება, მაგრამ მეორე ხრი ალბათ საინტერესოა. რომ იცოდე რა სისტემა დგას იმის უკან, რა სავარჯიშოებსაც მე გთავაზობთ ხოლმე გინდა everywhere-ში და გინდა აქ ცხადგრძნობების დღიურში და ასევე თქვათ ბარბარას მიერ შექმნილ ბარათებში, იმიტომ რომ ეს რაიმე ბუნდოვანი სისტემა არ არის, ან რაიმე მხოლოდ ინტუიციაზე დაფუძნებული სისტემა, არამედ აქ არის მოცემული სავარჯიშოები ძალიან ნათელი და მკაფიო სისტემის მიხედვით, რომელიც ახლა მინდა რომ გაგაცნოთ. ერთ წამი ბარათებს ამოვიღებ და დავბრუნდები ახლავე. აი ნახეთ, ამოვიღე. ამ ბარათებს ქვია მეტი მე, საკუთარი თავის პოვნა, self-ის პოვნა, ასე ვთქვათ ინგლისურად. ბარბარა პომპე გელისენის გაკეთებულია. და ესეთი ლამაზი ნახატები არის, რომელსაც არ აქვს რაიმე კონკრეტული შინაარსი. და ამ ნახატებს ინტუიცია აქურევია, შეარჩევთ, რომელი ნახატი გინდათ რომ ვთქვათ იმუშაოთ ან წაიკითხოთ უკან რა წერია და სხვადასხვა რაღაცები წერია ხოლმე, ახლა გაჩვენებთ. აი ესე პირობითად რო ავიღოთ. აი ესეთი ნახატებია. აი ესეთი. ახლა შევატრიალებ კამერას, თან ჩემს სამუშაო მაგიდასაც დაინახავთ. აი ესეთი, ვთქვათ, ბარათები აწყვია. ხო? აქ თითქოს რაღაც წერია, მაგრამ რეალურად არ წერია, აი ნახე. არაფერი არ წერია აქ. უბრალოდ თავშეჭდილება იქნება, რომ წერია. ნუ ვთქვათ, ავიღეთ ეს ბარათი, აქ სხვა რაღაცებიც არის, რა მიგიზიდავს რა, ინტუიციით გარედან. ხო, აი აქ კიდევ მთელ დასტას არ გავშიე. ხო, თქვათ ამან მიმიზიდა. და გადავწყვიტე რომ ჩავიხედო ამაში. ხა რა დატვირთვა აქვს ამ ბარათს, ხო? აი ესეთი. და აქ აწერია ხოლმე დავალება. ეხა ნახეთ რა წერია აქ, ოპოზიტები ქვია. ეხა მე რო არ წავიდე დეტალებში აქ კონკრეტულად რა ხდება, ხო? და ოპოზიტი რო აწერია, გეტყვით ახლა რა სისტემა დგას ამ კონკრეტული ბარათის უკან. აქ კიდე არის 4 სხვა ფერის ბარათი, ზოგი მწვანეა, ეს თქო მწვანეები გავხსენი ახლა. აი მერე ცისფერები მოდის. მერე წითლები და ბოლოს ყვითლები. აი 4 სხვადასხვა ტიპის ბარათია და ესეც არ არის შემთხვევითი, ანუ ეს 4 ჯგუფი ბარათების, ხო, არის 4 სხვადასხვა ფენომენზე დაფუძნებული, რაზეც ბარბარას უნდა რომ მომხმარებელმა, ასე ვთქვათ, ვინც ამ ბარათებს შეიძეს, ივარჯიშოს და იმუშაოს საკუთარ თავზე და საიდან მოდის ახლა ეს 4 ჯგუფი. მწვანე ჯგუფზე აგერ ოპოზიტი რო წერია, ეს ნიშნავს რომ აქ არის საუბარი დაპირისპირებულ ძალთა ერთიანობაზე. ანუ ადამიანში აუცილებლად არის 2 ან მეტი დაპირისპირებული ხმა თავში, ხო? 2 ან მეტი დაპირისპირებული გრძნობა და ასე შემდეგ. და ეს წარმოქმნის ხოლმე ფსიქოლოგიურ სირთულეებს ადამიანის ცხოვრებაში. ფაქტიურად 8 მილიარდი ადამიანია და შემიძლია აი ძალიან თავდადებით თქვა, რომ არ არსებობს ადამიანი, ვისაც ეს არ გამოუცდია ამ პლანეტაზე. ყველაში არის ეს 2 ურთიერთსაპირისპირო აზრი, განცდა, ემოცია მოცემული. და ამ სავარჯიშოს არსი მდგომარეობს იმაში, რომ ეს დაპირისპირებული ძალები, ესე ცალ-ცალკე კი არ დარჩნენ დაპირისპირებულად და თქვათ მე მივემხრო ერთს და მეორე ვდევნო ჩემი ცხოვრებიდან, არამედ
ორივეს მოусმინო, ორივე შევიგრძნო, ორივე მივიღო, ორივეს ინტეგრაცია გაუკეთო რიგრიგობით და მკაფიოდ და ჩემი ფოკუსირებით, ანუ დავაკვირდე ჯერ ერთს, მერე მეორეს და ორივესთან სათითაოდ შევძლო თანაარსებობა. თუ ამას გავაკეთებ, ამ შემთხვევაში მე კარგად გამოვეყოფი მათ, როგორც პიროვნება და მე მივხვდები, რომ მე არ ვარ არც სევდა და არც მხიარულება. არამედ ესენი არის ის, რაც ჩემშია მოცემული. მე როგორც პიროვნება არ ვარ სევდიანი და всё, აი სევდა არ გამსაზღვრავს მე როგორც პიროვნებას. და ამას მივხვდები, ესე კი არა, ეხლა როგორც თქვენ მივხვდით, მე თეორიულად რო აღიხსენით. არა, განცდით შევიგრძნობ. იმიტომ რომ მე რო ხან ერთთან დავრჩები და დავაფოკუსებ და მე მეორესთან დავრჩები და დავაფოკუსებ და აქ აღსანიშნავია, რომ ერთ-ერთი არ მინდა ხოლმე. ანუ მე როგორც პიროვნება, ისევე როგორც თითოეული მსმენელი, მიდრეკილი ვარ, რომ ერთ-ერთისკენ ვიყო მიზიდული, ერთ-ერთი დაპირისპირებული ძალისკენ. მაგალითად, მიზიდული ვარ უფრო მხიარულებისკენ, ვიდრე სევდისკენ. უფრო ვცდილობ, რომ ვიმხიარულო, ვიდრე ვისევდიანო და ასე შემდეგ. ესეც ხო ყველას გამოგიცდიათ. მაგრამ რეალობა კი ასეთია, რომ ჩემში არის სევდაც. და თუ მე მთელ ცხოვრებას გავატარებ გაუცნობიერებლობაში, აღმოჩნდები სიტუაციაში, სადაც გამუდმებით ვეძებ მხიარულებას და გამუდმებით ვარ სევდიანი. ნახეთ, ეს არის ძალიან ბევრი ადამიანის ისტორია და ესეთი სავარჯიშო, ეხლა ესეთი რაღაცა ძალიან პრიმიტიული, მოდი დავაკნინოთ რა, ხო მოგწონს ჩვენ დაკნინება ადამიანებს. არაფერი ისეთი არ არის, აი ნახე, ეს არაფერი ისეთი არ არის. ნარცისული სპექტრია საქართველოში და საქართველოში ახლა ბარბარას ტრენინგი რო ჩავატარეთ, ხო? იყო რამდენიმე მონაწილე, ვისაც როგორც ჩანს მოლოდინი ქონდა, რომ არ ვიცი, ბარბარა ფეიერვერკებს გაისროდა იქ. და ბარბარამ რაც უფრო შეიგრძნო ეს მოლოდინი, უფრო დაწია ფეიერვერკების მიწოდება ამ ხალხისთვის. თორე როგორ არ შეუძლია, ძალიანაც შეუძლია რენტგენივით ხედავს ადამიანს და შეუძლია რომ ისეთ სიღრმეში დასვას კითხვა, რომ დაგაჟრიალოს. მაგრამ როგორც კი დაინახა, რომ შეკვეთა იყო, რომ აბა, რა ხდება? პერფორმანსი როგორია ამ ჩვენს იმაზე, რა ქვია, ტრენინგზე, რომ რაღაცა არ ვიცი, აი ცა უნდა გაიხსნას და იქიდან ანგელოზები უნდა ჩამოვიდნენ, ესო შეიგრძნო ნარცისული მოთხოვნა, მან ძალიან გააუბრალოვა. ძალიან დაწია. ძალიან დედამიწაზე დაამიწა ეს ყველაფერი და ესეც იყო ზუსტად ოპოზიტები. ანუ ის ადამიანები, თქვათ, კონკრეტულად არ მინდა რა თქმა უნდა საუბარი, მაგრამ იყო ესეთი შეკვეთა არაცნობიერი, რომ რაღაცა შთამბეჭდავი ნახეთ, ესეც დაპირისპირებული ძალაა. შთამბეჭდავი მოხდეს და ბარბარამ შეახო მეორე პოლუსს, სადაც აგრძნობინა, რომ შთამბეჭდავიც არსებობს და არსებობს მოსაწყენი. აბა შეიგრძენი როგორია მოსაწყენი. თუმცა ეხა ეს მე გარედან შევხედე და აღვიქვი და თვითონ ადამიანში საკმაოდ რთულად მიდის ამების გაცნობიერება. ადვილი არ არის. ასევე თუ შეკვეთა არის, არ ვიცი, რომ თერაპიაზეც ხდება ეს, რომ არ ვიცი, ვისაუბროთ აუცილებლად პირობითად დედაჩემზე ან მამაჩემზე, ხო? მოდის ადამიანი, ვისაც აი დრაივი აქვს პირდაპირ, რომ სხვა ადამიანებზე ისაუბროს, ვინმე მნიშვნელოვან ადამიანებზე და იქ თერაპიული ინტერვენცია, აი გეშტალტის სისტემით ეფუძნება იმას, რომ რა თქმა უნდა მოისმინო ეგ დაპირისპირებული ძალა, ანუ ერთ-ერთი პოლარობა, რომ სხვები და შემდეგ მოატრიალო ადამიანი და კითხო შენ და ეს ადამიანი საკუთარ თავზე უფრო ხშირად ძალიან ძნელად საუბრობს. იმიტომ რომ მისი მე, პიროვნული მე, ნაჩვევია, რომ შეეხოს იმ ოპოზიციურ ძალას, იმ პოლარობას, რომელშიც ყოველდღე არის. და აქეთ მეორე პოლუსი არის ხოლმე განდევნის ველში. და ეს არის ინტერვენცია, რომ შემოიყვანო ის თემაც, რომ შენ ინდივიდი თუ სხვებზე საუბრობს. არის შემთხვევა, რომ საკუთარ თავზე საუბრობს მხოლოდ. მე. ესეც პოლუსია. ანუ არ არსებობს პოლუსი, რომელში ყოფნაც არის სასარგებლო გამუდმებით. ყველა პოლუსი სასარგებლოა და ყველა პოლუსს ყავს თავის დაპირისპირებული მეორე პოლარობა, აი ოპოზიტი აქ როგორც აწერია. და ამაზე ნახეთ შეიძლება ორნაირად მუშაობა. ერთი არის, როცა გტკივა, უკვე მძიმედ არის რაღაცეები ცხოვრებაში, დეპრესიული განწყობილება გაქვს, იქ რაღაცა ჩიხია, რაღაცა სირთულეა შენ ცხოვრებაში და ამ დროს შეიძლება ადამიანმა გადაწყვიტოს, რომ წავიდეს, არ ვიცი, ან თერაპიაზე, ან წიგნი იყიდოს, სადაც ეს ინფორმაცია წერია ადამიანის ფსიქიკა როგორ მუშაობს და ასე შემდეგ. ანუ ტკივილზე არის რეაქცია. ან შეგიძლია ეს აქციო კრეატიულ თავგადასავლად,
სადაც შეიძლება არც არაფერი ჯერ არ გტკივა, იმიტომ რომ ეს პოლუსი ეგრევე არ გატკიებს თავს. პოლუსი თავს გატკიებს, როცა გროვდება. დიდი ხანი ერთი და იგივე პოლუსში გაჩერდი და ნელ-ნელა მოვა ტკივილი, არსად არ წავა. იმიტომ რომ ეს იცით რას გავს, რომ ერთი ხელი ამოძრაო და მეორე უკან შეიკრა. მე ვისაც ბავშვობაში ეს გამოუცდია, სამწუხაროდ იყო ეს პრაქტიკა, ხო? გადაჩვევას რო უკეთებდნენ. აი ის ალბათ გრძნობს რამხელა ტკივილია, როცა მხოლოდ ერთი ხელით შეგიძლია იმოძრაო და მეორე ხელი არის გაკავებული. ხო, ეს რაც შეეხება პირველ ჯგუფს, რომელიც იყო მწვანე ბარათები, ხო, ეხლა გაჩვენოთ მეორე ჯგუფს. ესე იგი, მეორე ჯგუფი არის ცისფერი. ნახეთ, ამას აწერია დიფერენცირება და გაერთიანება. ეს ასევე არის ფენომენი ფსიქოლოგიური. ეხლა იმ ხელა რაღაცებს გიზიარებთ ხალხო, არ ვიცი, შეიძლება ეს უნდა ჩავიწერო ეს ლექციასავით, მე ლექციის ფორმატში. დიფერენცირება და გაერთიანება. ქართულად ეხლა unifying თვად გაერთიანება არ არის. მიჭირს რომ ზუსტად გადმოვიტანო, მაგრამ აი დიფერენცირება ხო არის განსხვავებულობა და არსებობს მიმსგავსებულობა. ესე გადმოვიტანი ეხლა. ანუ განსხვავებულობა და მიმსგავსებულობა. ეს უკვე ეფუძნება, როგორც ხედავთ, ოპოზიციას, ანუ ერთი ანტონიმებია ერთმანეთის, ხო, მიმსგავსება და განსხვავება. ეხლა რა არის, რისი სავარჯიშოა ეს? ასევე ჩვენ გვაქვს ტენდენცია, რომ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პოლარობა ადამიანში, რაც ძალიან ხშირად ასევე ყველას გამოუცდია ალბათ ამ 8 მილიარდში, ვერ წარმომიდგენია რომ იმეს არ გამოეცადოს, არის ტენდენცია, რომ ან ძალიან დიფერენცირდე ყველაფრიდან და სულ გამოყოფილად ვიგრძნო თავი, გარიყულად ვიგრძნო თავი, ან განსხვავებულად ვიგრძნო თავი, ან შეკამათების მასში ვარ ველში გამუდმებით. აი ითქვა ხო რაღაც თეზა, მე აუცილებლად ანტითეზას ვიტყვი. ან ითქვა თეზა და მოთხოვნილია ანტითეზა, მაშინ დავეთანხმები. ნახეთ, ანუ ძირში მაინც ოპოზიცია მიდევს, ანუ დიფერენცირება რა. ყველამ თმა შეიჭრა, მე გავუშვი. ყველამ გაუშვა, მე შევიჭერი, ხვდებით ხო? გარდატეხის ასაკში აკეთებ ხოლმე ამას თითქმის ყველა. იმიტომ რომ იქ ძიება მიდის, მე ვინა ვარ. და იმ ასაკისთვის ეს ძალიან დამახასიათებელია. თუმცა არის პიროვნება, რომელიც ამის გარშემო ბრუნავს. და არის მეორე პიროვნება, რომელიც უფრო გავრცელებულია. ამიტომ ამას დიდი ქარიზმა აქვს ხოლმე, ეს უფრო იშვიათია და ადამიანებს მოწონს და სიამოვნებთ და ეს მარკეტინგული სვლაც არის ხოლმე, არის ადამიანი, რომელიც თელ თავის მარკეტინგს ააგებს ამაზე, რომ ოპოზიციურია და ყავს მას ბევრი მსმენელი. და იცით რატო? იმიტომ რომ ის მსმენელი, მათი უმრავლესობა, მიჩვეულია პირიქით დათანხმებას და უხეშად თუ ვიტყვი კონფორმიზმს. და ამიტომაც სათხაც გულის გულში ხო ებხანება ეს რომ კონფორმისტია რა და გამუდმებით კი დიახ ეთანხმება მოკლედ შევიჭრათ გაუშვათ თმა გაუშვათ მაკიაჟი საჭიროა გავიკეთოთ არ არის საჭირო მოვიხსნათ ანუ რა სიტუაციას ვკარნახოთ აბა მითხარით რომ დაგეთანხმოთ მიხვდი აი ასე ბრუნავს ეს არის უმრავლესობა დღეს ჩვენ კაცობრიობას აქვს აი ეს პოლარობა გუფურად რომ გადავალოთ ამ 8 მილიარდს თვალი ხო და ამ პოლარობაში ვინც არის მას რა თქმა უნდა გულის სიღრმეში მეორე პოლარობა ისევ აქვს ოპოზიციის და აი ამ დიფერენცირების წყურვილი რო აღჩობს ხო ამიტომ მარკეტინგულად ეს ძალიან კარგი სვლა აი რაღაცა იდიოტობაც რო დავახეთქო ეხლა მე რომელიც უპირისპირდება საზოგადოებაში გავრცელებულ აზრს მსმენელი აუცილებლად მეყოლება სულ ერთია რას ვიტყვი ლამის სულ ერთია აბა მას ეს სავარჯიშო რას ეძღვნება ეს ეძღვნება იმას რომ მე შევძლო დიფერენცირებაც კონტაქტის დროს. აქ უკვე კონტაქტზეა საუბარი. იქ ხო ჩემ თავში ტრიალებდა რაღაც ფიქრები, რომ რაღაც სევდიანი ვარ თუ მხიარული ვარ, ხან მარტო სევდიანი ვარ და სიმხიარულეს მივსდევი, იმიტომ რომ ამ პოლუსში ვარ. ან სიტყვაზე არის თქვათ ადამიანი, ვისაც უფრო ისეთი ტენდენციები აქვს რა, მელანქოლიზმი და აი სევდიანი ვარ, მხიარულება არ მინდა მომაშორეთ თავიდან და აი ძალით მატენიან ამ მხიარულებას. იქ ჩემ თავში ხდება და აქ უკვე გარეთა ვარ გამოსული ახლა. და კონტაქტში ვარ სხვა ადამიანთან, ან ადამიანთა ჯგუფთან და ან ვდიფერენცირებ მათგან, ან ვამბობ რომ მე განსხვავებული ვარ, სიტყვით, ქცევით, ჩაცმით, ნებისმიერი რამით, ან ვამბობ რომ მე თქვენნაირი ვარ. გამარჯობა, მე ზუსტად თქვენნაირი ვარ, თქვენნაირი ქუდი მახურავს. გამუდმებით ამას ვამბობ ჩაცმით, ქცევით, სიტყვით, ყველაფრით. და თითოეულ ჩვენგანს ასევე აქვს მიდრეკილება, რომ ერთ-ერთისკენ წავიდეს უფრო ხშირად იქითკენ, რომ მეც თქვენნაირი ვარ. იმიტომ ეს გადარჩენას ეფუძნება დღეს.
ანუ სოციალურად ასეა, რომ თუ ყველას გავხარ და ნაცრისფერი ტიპი ხარ, უსაფრთხოდ შეიძლება უფრო იგრძნო თავი. და თუ ეხა შენ განსხვავებული ხარ და თმა, ესე იგი, ისა გაქვს, რა ქვია, სვანეთში ახვედი და კაცი ხარ და წითლად შეიღებე და უკან კიკინა დაიმაგრე და თავზე ბაფთა, ამას თუ სვანეთში გააკეთებ, ესე იგი ძალიან დიფერენცირებული ხარ რა, უკვე ნამეტანი. და იქ ღმერთმა უწყის რა მოხდება, ხო? სვანეთს ისევ ამბობ გნებავთ ნებისმიერი სხვა ადგილი, სულ ერთია ეს. ხო და აბა მაშინ რა ხდება, რა სავარჯიშოა ეხლა ეს? ეს სავარჯიშო არის იმის, რომ ორივეს გავარჯიშებს ისევ ბარბარა ამ ბარათით. იმასაც რომ მიემსგავსო და იმასაც რომ დიფერენცირდე. და ორივესთან იყო შენ ოკეი, როგორც პიროვნება. იმიტომ რომ ისევ არც დიფერენცირება არის პიროვნება და არც მიმსგავსება, არამედ საჭიროების და სიტუაციის მიხედვით სპონტანური პასუხი. ხან ვეთანხმები რაღაცას, ხან არ ვეთანხმები. მე ისევ ვეთანხმები. მე ისევ არ ვეთანხმები. და ვინაიდან ახლა ძირითადად დათანხმება არის გავრცელებული. ამიტომ ჟანგბადის მომტანი ხშირად არის ხოლმე თერაპიის დროს დიფერენცირება. მე მახსოვს ახალი დაწყებული მქონდა პრაქტიკა და ჩემმა ერთმა კლიენტმა აი შუა თერაპიულ პროცესში უცებ მითხრა, რომ მე აღარ მინდა თერაპია, ჩერდები, მადლობა. და მე კიდე განცდა მქონდა, რომ აი შუა თერაპიულ პროცესში ვარ, მართლა ესე ვგრძნობდი თავს და ძალიან აი რაღაცნაირად კარგი ეხა ხო არ დავაძალებდი თერაპიას, რა სისულელი, ოკეი მეთქი. და გავიქეცი მე სუპერვიზიაზე და ვთქვი ეს. და იცით სუპერვიზორმა რა მითხრა? შენ ყოჩაღ როგორც თერაპევტ, შენ ხარ პირველი ადამიანი, ვისაც ამ კლიენტმა ასეთი მკაფიო არა უთხრა. ნახეთ, უარის თქმა არის ეს. ესეთი მკაფიო უადგილო, არასაჭირო უარი თქვა. ყოჩაღო რა და მე ესე გაკვირვებული ვსივარ, ანუ საერთოდ არ ველოდი, რომ ესეთ რამეს მეტყოდა. თუმცა საერთოდ სხვა ამბავია, იქ კი მნიშვნელოვანია მისი პირადი საკითხები და რა აწუხებს, რა არ აწუხებს და ამის თერაპიული პროცესი ძალიან მნიშვნელოვანია და მეორე სხვა ფენომენი რაც დაფიქსირდა იყო, რომ ის არ დამეთანხმა. მან მე მითხრა უარი. დამაუარა ძალიან მკაფიოდ და კი, რომ გადავავლე თვალი, მისი ერთ-ერთი საკითხი ფენომენოლოგიურად იყო, რომ ყველას ეთანხმება და ცდილობს, რომ ყველგან იყოს მიმსგავსებული, როგორც ყველა ჩვენგანი რა, მოდი ესე ვიტყვი, ფლატ ყველა არა, მაგრამ ბევრი ჩვენგანი. ამიტომაც ეს მეორე ჯგუფი, რომელიც ესე არაფერი ისეთი და განსაკუთრებული არ არის, ისე ვიტყვი, არაფერი განსაკუთრებული, არის სავარჯიშოების თელი დასტა, რომ სანამ თავი აქ ტკივდება, იქამდე შეგიძლია ეს ივარჯიშო. და აი, დიფერენცირდე ან გაუერთიანდე რაღაცას, ანუ დაეთანხმო. ეს მეორე ჯგუფი. ეს სისტემაა, ნახეთ, პირველი სისტემის ნაწილი არის პოლარობები, მეორე სისტემის ნაწილი არის უკვე კონტაქტში, დათანხმება ან გამოცალკევება, დიფერენცირება და ამისი ოსტატობა, რომ შენ ორივესთან შეგეძლოს ყოფნა, ისევე როგორც იქ სევდასთანაც შეგეძლოს და მხიარულებასთან. ამ სიტყვებს პირობითად ვამბობ, ხო, აქ ჯერ ბევრი ბარათია და სხვადასხვა პოლარობები და დიფერენცირებები წერია და შერწყმები და თან ის არის, რა ქვია, რა დალევს მაგას. აქაც ძალიან ცოტაა მოცემული, ბევრად მეტია რეალობაში. ეხლა მესამე ჯგუფი ნახეთ, ეს ძალიან მნიშვნელოვანი. Attention, ყურადღება, ფოკუსირება. ნახე, პირველი სიტყვა ფოკუსი წერია. ეს მესამე ჯგუფი არის წითელი, ხო? ეხლა რა არის ეს? აქაც აი რატომ აინდამais ფოკუსირება, ხო 4 ჯგუფია რა. ეს 4 ჯგუფი ემსახურება გეშტალტ თერაპიიდან ამოსულ მთავარ ფენომენებს. ამიტომ არის არჩეული. ყველა შემთხვევით არ არის აქ ჩადებული ეს, რაც არის, ხო? და ფოკუსირება, ანუ დაკვირვება. ეხლა ეს რას ნიშნავს? ნახეთ, ადამიანს, როგორც ცხოველს, თვალები მზერა აქვს წინ. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. არიან ცხოველები, რომელიც ბალახის ჭამელები არიან და მათზე ნადირობენ და იმათ აქვს თვალები აი აქ, გვერდებზე და ესე იყურებიან, აი ესე აკეთებენ. ასე თუ გიზის, ესე იგი გიყურებს. თუ შეგიჩნევთ, ძალიან საყვარლობაა. აი მაგალითად, არ ვიცი, ბეკეკა, ძროხა, ბატი და ისინი აი ესე თუ არიან, ესე იგი შენ გიყურებენ რა, ესე შვება, ასე გიყურებს. და მგელი, რა ვიცი, დათვი, ლომი და სხვა მტაცებელი ცხოველები იყურებიან წინ და აქვთ ძალიან ფოკუსირებული მზერა. ძალიან დაკვირვებული და ფოკუსირებული. ეს ახლა ფრინველები თუ ესე აქეთ-იქით აკეთებენ, რომ გაფრინდნენ და გამოფრინდნენ და მაგაც საერთოდ აქვთ, წარმოიდგინეთ. არიან ფრინველები გადაფრენას რო აკეთებენ, ნახევარი ტვინით ძინავს და მეორით ღვიძავს. მერე ეს იღვიძებს და ეს იძინებს. ეს წარმოგიდგენიათ ადამიანის შემთხვევაში, მე ვერა.
იმის შემთხვევაში ჩვეულებრივი ამბავია, გაყოფილია ტვინი. ანუ სხვანაირად არის მოწყობილი და ეხლა ჩვენი სირთულე რაშია სოციალურად. ისევ და ისევ, რომ ჩვენ დღეს ცხრებიო რომ გავუდით, მოდი მაგაზე მოგაწვით ეხლა საინტერესო პერსპექტივას. ეს ცხრები ვართ კი, იცით რატო ვართ? იმიტომ რომ ჩვენს ყურადღებას გამუდმებით რაღაცა ფანტავს და თვალები კი შეგვჭა წინ, იმიტომ რომ ჩვენი ბუნება არ არის ეგ, ჩვენ ვართ კონცენტრაციის მოყვარული არსებები. ეს კონცენტრაცია რა არის? დაკვირვებაა და მიზნისკენ სვლა და იქ ენერგიის მოზღვავება მოდის ეგრევე, როგორც კი ფოკუსირდება მზერა და ასევე მზერას, რასაც ესე პირდაპირ მიმართავ, ის ვეღარ გმართავს, ხედავ უკვე. ასევე მაშრობა რა ქვია, შიში გეხსნება. Რომ სანამ არ უყურებ და ესე აკეთებ, გეშინია ნეტა რა არის, ღმერთმა უწყის ხო ბნელა. და როგორც კი უყურებ, ან ჩვენ დანახვისისა გვაქვს მოთხოვნილება, აი ფოკუსირების. და რატო ვიქეცით ცხრებათ? იმიტომ რომ ჩვენ ნელ-ნელა დაგვიქვეითეს ფოკუსირების უნარი. ეს ცნობილი ამბავია. ყველა თერაპიული სკოლა ამას ეთანხმება და განსაკუთრებით გეშტალტი, იმიტომ რომ გეშტალტ შეიძლება და რქმეოდა კონცენტრაციის თერაპია. დავა იყო ამაზე, ერთ-ერთი ვერსია იყო. კონცენტრაციის თერაპია, იმიტომ რომ აღმოჩნდა და დღეს კიდევ უფრო გამწვავებულია ის, რომ ჩვენ ბუნებით ვართ ყურადღების მომკრები ტიპები და მაფოკუსირებელი ხალხი და ჩვენი გარემო კი ისე ავაშენეთ, რომ გამუდმებით ჩვენი ფოკუსი ხან იქით არის იმიტაცებული, ხან აქეთ არის გამოტაცებული. ნუ ძალიან დამაბნეველია ეს ადამიანისთვის და კი როცა ასე ამდენი ფიქრები, ამდენი გამღიზიანებელი იქ სკროლვის დროს ცნობილია, რომ შეჩერდა ჩვენი ფოკუსირების უნარი, ბევრად მეტი იყო და 8 წამით დაიკლო თუ რაღაცა კვლევებია ხო მთელი ამაზე და ეს არ არის ჯანმრთელი ჩვენთვის და რაც თავარია, თუ რაღაცას არ აფოკუსებ და არ უყურებ, ის გმართავს შენ. აი რამდენჯერ გქონიათ შემთხვევა, რომ აი თქვათ რაღაცა წიგნს კითხულობ. და თუ მართლა კონცენტრირებული ხარ ამ წიგნზე და დაკვირვებული ხარ, ხო, იგებ რა წერია და ქსიამოვნებს. და არის შემთხვევა, რომ წიგნს კითხულობ და ფიქრები სადღაც დაფრინავს და შეიძლება 10 ჯერ წაიკითხო ერთი და იგივე ფრაზა და არ შედის რა. ვერ გაიგებ და წვალების განცდაა. ერთადერთი რაც ამას მოაქვს, ხო? ამიტომაც მესამე ჯგუფი ამ ბარათებისა ბევრი არის იქ. 10-ან 12 ბარათი ზუსტად არ მახსოვს. სხვადასხვა სავარჯიშოებს გთავაზობს, რომ გაივარჯიშო ეს ფოკუსი და კონცენტრაციის უნარი და აიმაღლო, იმიტომ რომ ამას რო იმაღლებ, გაცნობიერების უნარი მატულობს. გაუცნობიერებლობა ხდება იქიდან, რომ ჩემი მზერა რაღაცნაირად არ მიუმართე იქ, სადაც არის სირთულე. აი არ ვიცი რა, ჩვენ ყველას გვემართება ეს, ამიტომ გჭირდება ერთმანეთი თერაპიულ პროცესში. აი რაღაცა სხვაგან ვიყურები რა, ჩემი ყურადღება მოიტაცა აქეთა პოლუსმა, ხიარულებამ პირობითად და სევდის პოლუსს თვალს ვარიდებ. და თუ მე ფოკუსირება შემიძლია, ისევ პოლუსიც ეტევა აქ და კონტაქტიც ეტევა, ნახეთ? მაშინ ფოკუსირდები და ენერგიაც მეწევა. იმიტომ რომ ბუნებაა ჩემი ეს. ნახე თვალები როგორ მაქვს, მე წინ ვიყურები და ვაკვირდები კარგად რა ხდება. ბევრი რამის ერთად დანახვა არ შემიძლია. ცხოველები არის, რომელსაც პერიფერიული მხედველობა აქვს, ყველაფერს ერთად ხედავენ. მე არა ვარ ესე. ეგეთი ტიპის ცხოველი, ასე ვთქვათ, არა ვარ, ადამიანი. ეს მესამე ჯგუფი რაც შეეხება და სხვათა შორის აღსანიშნავია, რომ ეს ფოკუსირების უნარი გამოკვლეულია ნეირომეცნიერულად, როგორ ამაღლებს გუნება განწყობილებას. ანუ დეპრესიული გუნება განწყობილების ესეთი მაღალი დოზა, რაც დღეს არის, ძირითადად ერთ-ერთი მიზეზი ესეც არის ფენომენოლოგიურად გამოწვეულია იმით, რომ ჩვენი ყურადღება აქეთ-იქით რომ მიეფანტება და მოეფანტება, იქ კმაყოფილება არ დგება. იმიტომ ნახეთ, იმისაც რომ მე დავკმაყოფილდე, ხო ვიგრძენი, ჯერ დავაფოკუსე რა მინდა. მე გარემოს დავაკვირდი კარგად, რომ რა გავაკეთო ეხლა, რომ ის მე რაც მინდა მოვიპოვო. და რომ მოვიპოვებ, ნადირობის პროცესს აღგიწერთ ეხლა ფაქტიურად. მოვიპოვებ და შევითვისებ ამას, რაც მოვიპოვე, მე ვარ კმაყოფილი. და თუ მე ჩემი ბუნების და მიუხედავად აქეთ-იქით ამაკ გაფატული ყურადღება, ვერ გამიგია რა მინდა. რამდენი ადამიანი ამბობს, იცით, რომ მე არ ვიცი რა მინდა. აი როგორ გეცოდინება, როცა ყურადღების ფოკუსირება არ შეგიძლია, წაგართვეს ეგ უნარი. მაგრამ ამის დაბრუნება შეიძლება აი ესეთი მარტივი სავარჯიშოებით ისევ და ისევ, სანამ თავი ატკივდება ადამიანს. მე მაგის რეკომენდაციას ვუძლევი. და ბოლო ჯგუფი ძალიან მნიშვნელოვანი, დაგანახებთ ამას, ეს ხო ფლად გეშტალტი არის უკვე. ყველაფრით ეს არის აქ და ამჟამად.
ხარა ამ ჯგუფის ეს არის მეოთხე ნახე დასკვნითი ჯგუფი, ძალიან მნიშვნელოვანი, რომ აქ და ამჟამად მოხდეს ესე იგი პოლარობებზე შეხება, დიფერენცირება ან აკომოდაცია, ფოკუსირება გაფანტვის მაგივრად და საბოლოო ჯამში ეს ყველაფერი რას ემსახურება, რომ მე ჩემი ფანტაზიების და წარმოსახვების და საშიში ქიმერების სამყაროს ნაცვლად, სადაც იბადებიან ნევროზი, არ ვიცი, ფსიქოზი, ან ნებისმიერი სხვა სპექტრი და ემოციური დისბალანსი ვიყო აქ და ამჟამად. რა ხდება კონკრეტულად აქ და ამჟამად, ეს აღვწერო და აი ამაზე კონცენტრირდე და დავაკვირდე. იმიტომ რომ ისიც რომ დააკვირდეთ, ახლა ფიქრებში ძალიან დიდი ხანი წასვლა, ისევ ფოკუსირების დაკარგვაა. ეს ფიქრები აქეთ-იქით დაფრინავენ, ხან იმას მიედება ალთას, მერე ბალთას მოედება, წარსული, მომავალი, არ ვიცი, აი 1000 რამე და ისევ თავის ტკივილი, რა, ფიგურალურად ვამშევ, ფიზიკურად არ აქვს ტკივდეს თავის თავი. ზოგს ფიზიკურადაც ტკივა, გადმოდის ხოლმე, მაგრამ ძირითადი, ანუ დასვენების წერტილი ადამიანის ფსიქიკას აქვს აწყო დროში. იმიტომ რომ აწყო დროში ყველაფერი არის ასე ვთქვათ, ნათელი, კაფიო და მოჭიდებადი. ანუ ამ ყველაფერს გააჩნია ძალიან დიდი დასვენების ეფექტი. და ეხლა მომავალში რა იქნება, ამაზე ფიქრი არის ტერორიზმი, საკუთარი თავის დატერორება. ესე იქნება თუ ისე იქნება და ეს არის მოუხელთებელი რა. და ამაზე მთელი ისინი დგას ბიზნესები, გენაცვალეთ განან და არა მხოლოდ ისინი შარლატანები. ახლა არის ბიზნესის ნაწილი, რომელიც ცდილობს, რომ ასე თუ ისე მომავალში გაიხედოს რა. ნუ ეხლა შარლატანებით თუ დავიწყებ, არის ხალხი, ვინც ფულს გადაუხდი და გეტყვიან, რომ ესე იქნება, ისე იქნება მომავალი რა და რაღაცა სიამოვნოა, ხო? იმ ადამიანისთვის განსაკუთრებით, ვისაც თუ დაურბის ფიქრები და ვერ გაუგია მომავალში რა იქნება და ამაზე ღელავს და ნერვიულობს. და ბიზნესში კიდე ფორკასტს ეძახიან, გინდა გაყიდვებში იყოს, გინდა მარკეტინგში, სადაც გინდა რაღაც ადამიანთა ჯგუფი, ვისაც გარკვეული გამოცდილება აქვს, ხედან და დაახლოებით ითვლიან ხოლმე, რა შეიძლება იყოს გაყიდვების რაოდენობა, ან შემოსავლები, ან წაგება რამხელა შეიძლება მოხდეს და რაღაცებს წერენ აქ. ნუ მათემატიკა კარგად იციან, გამოცდილება აქვს სფეროში, აკვირდებიან ციფრებს, რა ითქვათ, წინა 6 თვის მანძილზე რა ტენდენციები იყო და ამის მიხედვით წინა წარსული ხო ვიცით უკვე ფიქსირებულია, ცდილობენ რომ დაახლოებით დააპროგნოზირონ მომავალი 6 თვე როგორი იქნება. მაგრამ თვითონ მაგ ადამიანებს რო კითხო, გეტყვიან რომ აი ლამის შარლატანობა, რასაც ვაკეთებ, იმიტომ რომ გარტყმაში არა ვარ რეალურად, აი რომ მითხრა რომ აი შენი კისერი და ჩემი ხმალი არ დავდებ კისერს, იმიტომ რომ წარმოდგენა არ მაქვს. აი ესეთი ძალიან დიდი მაგალითი ამისი იყო კოვიდი. ანუ კოვიდამდე ხო რაღაცა მიდიოდა სტაბილურად ნებისმიერი ბიზნესის ან განვითარება და ან უკან სვლა, ხო? და რაღაცებს ითვლიდა ეს ხალხი, რომ ესე იქნება, ისე იქნება და ეწერათ პროგნოზები და უცებ კოვიდი დადგა და აბსოლუტურად ჩამოიშალა ეს მომავლის პროგნოზი და სულ სხვა მომავალი მოვიდა. აი ეს პლუსიც არის, მინუსიც არის მომავლის. ყოველ შემთხვევაში აქ და ამჟამადზე დაკვირვება ისევ, რაც არის ასევე გეშტალტის პრინციპი და ამაზე გავარჯიშება, ძალიან ეხმარება ადამიანს, რომ იყოს მშვიდად და თუ მშვიდად არის, მე ყველაფერს გააკეთებს. ეს ესეა. ეხლა საერთო ჯამში ამ ყველაფერზე ვარჯიში რას იძლევა რა? იმიტომ რომ ვიღაცამ მითხას, ხა ამ ბარათებით ვივარჯიშებ კი სახში ჩემთვის წყნარა და მე საქმეზე რომ მიდგება, რა ვიცი რა იქნება. და იცით როგორ არის? ჩვენი არაცნობიერი ფსიქიკა მუშაობს ესე, რა გამოცდილებასაც მიიღებ, გადავრცელდება. შენ ფიქრი კი არ დაგჭირდება სიტუაციურად, რომ მოდი ეხლა აბა იმ ბარათებში რო ესე ეწერა და ესე იყო და ესე ვივარჯიშე, ეხლა მოდი გამოვიყენებ. არ ჭირდება ეს. შენ ივარჯიშე და სიტუაციურად რო ჩავარდება რაღაცა სიტუაცია, თავისით ამოვა ეგ ცოდნა. ანუ თავისით შენი ავტომატური, ასე ვთქვათ, რეაქცია იქნება სხვანაირი. ეს მე ჩემ თავზეც გამომიცდია და თამამად ვამბობ. არ ჭირდება ფიქრი და ნუ თავიდან შეიძლება იყოს ეს დაკვირვება ფიქრის ეს და მე სპონტანურად თავისით ამოაქვს კარტები, ასე ვთქვათ რა, ფსიქიკას, რა დროსაც რა ჭირდება. არ ჭირდება ამას რაღაც ფილოსოფია. და რო ივარჯიშებ სახში, საჭირო დროს, საჭირო ადგილას, თავისით ამოვარდება ეს ახალი გამოცდილება, რომ მიღებული გაქვს უკვე. შენ შეგიძლია აქ და ამჟამად იყო დაკვირვებული და მოჭიდებული. შენ შეგიძლია რომ შენი დაკვირვების უნარი ჩართო
და მაქსიმალურად გამოიყენო და ამაზე ფიქრი და რაღაცა ისინი მომზადება კი აღარ გინდა, ამას თავისით აკეთებს უკვე შენი ფსიქიკა, იმიტომ რომ მიიღო გამოცდილება. შენ შეგიძლია დიფერენცირდე ან დათანხმდე სიტუაციებს, ან შეგიძლია რომ შეიგრძნო შენს თავში არსებული ორივე შინაარსი და არც ერთის აღარ გეშინია. რადგან შენ იცი რომ აღარ ახარ არც ერთი ეს შინაარსი, არამედ შენ ხარ პიროვნება, რომელიც ატარებს ამ შინაარსებს, კი ორივეს ატარებს. ბავშვებისგან განსხვავებით. ბავშვს არ შეუძლია რომ დაიტიოს ეს ორი პოლუსი ხოლმე და ერთ-ერთ პოლუსშია ხოლმე ძირითადად იქ, სადაც მშობელმა უკარნახა. ეს რაც შეეხება ბარბარას ბარათებს და ჩემი შეთავაზება დღეს არის რომ მე როგორც იცით ვავითარებ ვიდეო თამაშს ალქიმიკოს, რომელიც ესე ქვია Alchemist 404. ეს 404 არის, იმიტომ რომ 404 ინტერნეტში გავრცელებულია როგორც შეცდომა. ანუ რამე საიტზე შეცდომით თუ შედიხარ, არასწორად თუ დაწერ სახელს და ასე შემდეგ, მაგას ამოგიგდებს. შეცდომა 404, ესე აწერია. მე მინდოდა რომ სწავლაში რომ შეცდომა სწავლის ნაწილია, ეს სახელშივე დამეშიფრა და დავარქვი ალქიმიკოსი 404. ანუ შეცდომების ხარჯზე სწავლის პროცესია ამ თამაში ჩადებული. თუმცა თამაში უფრო მეტად თამაშის და ხალისის მომტანია, არ არის ეს სასწავლო თამაში, ეს არ არის. შემოგესწავლებათ თამაშის პროცესში ნამდვილი ქიმიური რეაქციები. ეს არის კონცეფცია და ამ თამაშს რო ვავითარებ, ხა მე ბევრი გამოცდილება მაქვს, ხო, ფსიქოთერაპევტი ვარ, ხო, მუსიკოსი ვიყავი, ეს ბიზნესშიც მქონდა 1-7-8 წელი გამოცდილება და ასე შემდეგ, მაგრამ კონკრეტულად გეიმინგ სფეროში ვარ ახალბედა და ამიტომ დავძებნე და ინტერნეტში ვნახე, რომ არის ესეთი ფიგურა კრის ზუკოვსკი და იმას აქვს არაჩვეულებრივი კურსი, რომელიც ღირს $1500 და ეხა ფასდაკლებით ღირს ხვალსაღამომდე 280 და ერთ ბაშად გადავწყვიტე, აი უცებ გამოაცხადა ეს სეილი და მე ძალიან მინდა რომ ეს კურსი ვიყიდო. გუშინ დღიური გავყიდე, ჩემი, აი 4 ეგზემპლარი გაიყიდა უკვე. და 3 ცალი კიდე ონლაინ ვერსია, ეს დაბეჭდილი არის. ეხლა ამასაც აგიხსნით ეს რა არის, ეს დღიური. ხო და დღეს გავაწყვიტე რომ ეს და ბარბარას ბარათები ერთადაც შემოგთავაზოთ. თქვენთვისაც უფრო მომგებიანი შეთავაზება იქნება, რომ ორს ერთად იყიდით და შეიძენთ. ოღონდ ბარბარას ბარათები მხოლოდ მათ გამოადგება, ვინც ინგლისური იცის, ინგლისურად არის ჯერჯერობით, ქართულად არ არის ნათარგმნი. და დღიური ქართულენოვნებისთვის არის. ხო, და ეხლა დღიურის და ამის ერთიანი ფასი რა არის? დღიური დაბეჭდილი ვერსია ფერადად და ხარისხიანად არის 100 ლარიანი, 100 ლარი ღირს. ბარბარას ეს ბარათებიც ღირს 100 ლარი. და ჯამში ერთად 180 ლარად შემიძლია რომ შემოგთავაზოთ. ნუ ბარათები უკვე ახსენი რა პრინციპზეა, ხო? ეხლა რაც შეეხება დღიურს, ამასაც მოკლედ გეტყვით და მეც უნდა გავიქცე, რაღაც ლექციებიც მაქვს მოსასმენი ამ ჩემ თამაშთან დაკავშირებით. ეხლა რა ხდება აქ? ისევ გეშტალტ თერაპიიდან გამომდინარე ვიცით და ნუ სხვა თერაპიულ სკოლებშიც ეს ცნობილია, რომ ადამიანები ხანდახან კონტაქტის ნაცვლად, რომელიც ბავშვობაში ჩვენ დიდოსტატები ვართ კონტაქტის ყველა აბსოლუტურად, მაგრამ ნუ ვიბადებით გარემოში, სადაც კონტაქტი არ იცის უფროსების დიდმა ნაწილმა, 99%-მაც ალბათ, დავიწყებული აქვს და აქედან გამომდინარე ბავშვობაში ადამიანებს ბევრი ტკივილი ადგებათ ძალიან. რაც არ უნდა კარგ და ჰუმანურ და ადამიანურ გარემოში იყოს ადამიანი და გულისხმობ, რომ ძალადობის მსხვერპლი არ იყოს ბავშვობაში, და სამწუხაროდ ძალადობაც არის ბევრის ბავშვობაში. ძალიან ბევრი ადამიანი გაიზარდა, არ ვიცი, შეურაცხყოფის, დამცირების და ცემის პირობებში, ხო, სხვადასხვა ფორმით. ნუ ეს კიდეც ეს ფსიქოპათოლოგიის სფერო არის უფრო, ხო? მაგრამ წარმოვიდგინოთ, რომ აი ჰუმანურ გარემოში არ არის ახლა ეს ფიზიკური ძალადობა, მორალური ძალადობა არ მიდის. ოკეი. ეს მაინც არ ნიშნავს, რომ იქ კონტაქტი მიმდინარეობს და უკონტაქტობა. ანუ ჯანსაღი კონტაქტის არ ქონა, მტკივნეული გამოცდილებაა ძალიან ბავშვობაში. ამის მაგალითები, აი უხეშად რო გითხრათ და გაუგებარი რო არ იყოს, არის ერთი იგნორი, ანუ ბავშვი რომელსაც აიგნორებენ და მეორე არის ზედმეტი ყურადღება. ნუ ბავშვი რომელსაც არ აცდიან თავისთვის ყოფნას და გამუდმებით ჩასაფრებულია ვიღაც, რომ ეს ქენი, ის ქენი, ეს რატო არ ქენი, რასაკეთებ ახლა და ასე შემდეგ. ეს არის გავრცელებული უკონტაქტობის რეები ისევ პოლუსები, რომელზეც ამ მშობლებს, ნუ რა თქმა უნდა, არ უვარჯიშიათ
და არც მაგალითი არავის მიუცია, რომ ხან მიაქცია ყურადღება და ხან უყურადღებობაც ოკეია. ამიტომ ამ პოლუსიდან ერთ-ერთზე არიან მიდრეკილები და იმას აკეთებენ. ხო, ეს არის უკონტაქტობის ერთ-ერთი კარგი აღწერა და უკონტაქტობა არის მტკივნეული გამოცდილება ბავშვისთვის. ანუ ჯანსაღი, შემავსებელი, ემოციურად დამაკმაყოფილებელი, სიმშვიდის მომტანი, რაღაც ახალი ცოდნის, ახალი გამოცდილების მომტანი ეს არ არის. ეს არის ნევროტულად ერთი და იგივეში ყოფნა, რაც არის მტკივნეული და რეალურად ბავშვი, რომელიც არის დიდოსტატი კონტაქტის და თავიდან ითხოვს კონტაქტს პირდაპირ, ხო? წყურია მას. კონტაქტის გარეშე ვერ განვითარდება. ლაპარაკსაც ეგრე სწავლობს და ასე შემდეგ. რა თქმა უნდა, გარემო რაღაც დოზით ამას იძლევა, თორე არ ვიცი რა იქნებოდა. დაიღუპებოდა ბავშვი. რაღაცა დოზა თუ არ მიიღო კონტაქტისა, ჯანსაღი კონტაქტის დაიღუპება. სამწუხაროდ ესეც ხდება. მაგრამ უფრო ხშირად რაღაცა დოზა, აი მინიმალური მაინც არის ხოლმე. აი ვიღაცა ერთი მაინც არის ხოლმე ბავშვობაში, ვინც იყო მეგობრული. ან რაღაცა წიგნი არის ხოლმე, სადაც რაღაცა შეიმეცნა. რაღაცა არის ხოლმე რა, აი იმასავით რომ წარმოიდგინოთ, რომ უდაბნოში სადღაცა ოაზისი ზოგჯერ არის. თვათ ისე არ არის უწყლოდ. და იზრდება ეს პიროვნება, ხო? მაგრამ ნელ-ნელა ამდენი ტკივილი რო ადგება და ეს თან გიყვებით მშობლებს რა დაემართათ. ანუ იქ რაღა მოხდა. ერთ-ერთი თან კარი გავაღო. ხო და ეს უკონტაქტობა და მტკივილი რომ მიადგა, გადაწყვიტა ბავშვმა, რომ აღარ შევიდეს კონტაქტში. იმიტომ რომ კი თავიდან წყუროდა ეს კონტაქტი, ოსტატი იყო თვითონ, თანდაყოლილი უნარებით იყო კონტაქტში შემოსვლის უნიკალური, თითოეულს აქვს თავისი გადასარევი უნარები და ნელ-ნელა გადაწყვიტა, რომ მოდი არ ვცდი ამ კონტაქტს, იმიტომ რომ მტკივა რა. ცეცხლივით არის, ხელი ჩავყავი, დამეწვა, ხელი ჩავყავი, დამეწვა. და ეს არის საბაზისო ინსტინქტი, რომელიც ეთრგუნება, ხო? ჩვენ ვართ ძალიან კონტაქტური ტიპები, ადამიანები. აი, არ ვიცი რა, პირდაპირ ჩვენ ტვინს კონტაქტი ჭირდება, თორე დეგრადირებს და ნეირონები ეცემა და იხოცება და ნუ რაღაცა ძალიან ძიმია, მოკლედ უკონტაქტობაში ყოფნა ადამიანის, მით უმეტეს ბავშვობაში, როცა წესით უნდა განვითარებულიყო, ეს აი ძალიან ასწრაფებულია, ხო? მაგრამ ყველა ასაკშიც ესეა და ნუ ბავშვიც გადაწყვეტს, რომ მოდი არ ვიკონტაქტებ რა. ესე კი არ ამბობს ამ სიტყვებით. არა. აი მაგალითად, ვინმეს რო უთხრას, რომ წყალი მწყურია, იქ შიშია, რომ შეიძლება დამიყვირონ. ან არ ვიცი, ვაიმე, წყალი მწყურია, რამე ხო არ გჭირ შეიძლება ესე მითხრან. 1000-ნაირი ვარიანტია ნევროტული პასუხის და მოდი აღარ ვეტყვი რა. ნახე? აღარ ვიტყვი, აღარ მინდა. და თუ შევძლებ, მე თვითონ დავლევ ამ წყალს. თუ ვერ შევძლებ, მოვითმენ. შემიძლია მოთმენა. და ეხლა რა ხდება? ეხლა უკვე დღიურს გაჩვენებთ. პირველი, ნახეთ რა ქვია ცხადგრძნობების დღიური. პირველი, რასაც ბავშვი გააკეთებს ასეთ სიტუაციაში არის, რომ უგრძნობელობაში გავა. ანუ ის ხო გრძნობდა წყურვილს. გადასარევად ხა, აი ხასხასა შეგრძნებები ქონდა. ეხა ეს წყურვილი პირობითად ავიღე. იყო კიდე რომ ხედავდა, იყო რომ ეხებოდა. დაკვირვები ხართ ბავშვები რომ ყველაფერს ხელს ადებენ. ერთი წამი არ ჩერდებიან და ხელი გაუში, ხელი ვიღაცები სახაზავს არ ტყავდნენ ჩემ ბავშვობაში, რომ ხელს ნუ ადეფო. ასევე ესმის და ეუბნებოდნენ რომ გადი ოთახიდან ნუ გვისმენ. სუნი აქვს, სუნის შეგრძნება, ფუ რას ყნოსავ, არც კი ცხენია, როგორ შეიძლება ამის დაყნოსვა, სუნთქვა შეიკავე, ნახე. ან გემო აგემოვნებდა და რა ხამივით ჭამ, არც კი ცხენია რომ ესე ჭამ, ესა სახში ფშიერი ხარ, ესეთი რამე არ დავინახო, ნახე, ყველაფერზე არის ბლოკები წამოსული. დანახვაზე ხო საერთოდ თვალები დახუჭე ეს ბავშვებისთვის არ არის და ასე შემდეგ. ეს ეხლა თან გეუბნებით ჰუმანურ გარემოში რა ხდება, თორე არაჰუმანურში კიდევ ღმერთმა მაუწყეს და ეს პირველი თავი ამიტომ ეძღვნება, რომ ადამიანი ვინც ამ დღიურს გადაშლის, პირველი რასაც დააკვირდება სავარჯიშოებით, აი, ეს არის შეგრძნებები. იმიტომ ეს არის პირველი, რაზეც უარი თქვა ბავშვობაში. აქ არის თავის ისინი და ყველა თავი მთავრდება მანდალად. ეს ახლა მე გავაფერად ერთ წელი ჩემთვისაც მინდოდა, მე თვითონ მომწონს ჩემი დღიური. და ისე ცარიელია ხოლმე და აი ესე გამოიყურება, და პალიტრა აქვს თავისი, შეგიძლიათ რომ გააფერადოთ. და რისთვის არის ახლა ეს? ყველა თავს აქვს დასაწყისი. ნახე. დასაწყისი რაზეა? მერე ასე თქვა ტანი, სხეული, რა სავარჯიშო მიდის და აქვს დასასრული.
აი აქ არის სავარჯიშოს ფურცლები და აქვს დასასრული, რომელიც აღინიშნება მანდალათი. და რატო ვაკეთებ ახლა ასე? იმიტომ რომ ჩვენს კულტურაში დასრულების კულტურა არ არის. თუ დაკვირვები ხართ, დაწყება და განვითარება ოკეი და დასრულება არის ხოლმე რაღაცნაირად გაუცნობიერებელი, შემთხვევითი არიდებული თავიდან და ასე შემდეგ. არა და ყველა კონტაქტი იწყება, ვითარდება და სრულდება. ანუ მიკრომოდელი მაქვს ხა ჩაფიქრებული. რაც თავდება, ნახეთ, მანდალათი, ანუ რაღაცა აქტით. დამთავრების აქტი მაქვს მონიშნული ყველა თავში. მე მინდა რომ ადამიანმა შეიგრძნოს დამთავრება, იცით რატო? რაც დამთავრდება, განაპირობებს რომ დაიწყება ახალი თავი. და ეს რომ პირდაპირ გადავაბა, ერთმანეთში აიზილება ინფორმაცია და ცხოვრებაშიც ასე ახლა. ხა მეორე თავი, რაც ბავშვმა გააკეთა, ხო თქვი, პირველი ჩახსნა გრძნობები, მეორე თვალი აარიდა საკუთარ თავს და გარემოს. იმიტომ რომ თუ ახლა გარემო ძალიან ტკივნეული იყო, უსიამოვნო იყო და ასე შემდეგ, ჯობია რომ მულტფილმებს ვუყურო, გაიფიქრა ბავშვმა, ესე ჯობია. ახლა აბა ამ ყველაფერს ხარ შევხედავ რაც ხდება. ან შეიძლება უბრალოდ მუხლი მეტკინა რომ წავიქეცი და ჩემი მშობელი მოვიდა და ნახე ჩიტი გამოფრინდა, იმიტომ რომ მე ვტიროდი. და რა გამიკეთა ამით? პოლარობაში გამყინა. ახლა იმას უნდა რომ მე არ ვიტირო. არიტირო ეს. ესეც ხო პოლუსია, ხან ვიტირებ და ხან ვიცინებ, ხო? და ძალიან შთაგონებული რო ვარო, არიტირო. მე ადამიანები ზოგჯერ როცა ნერვიულობენ, იცინიან. თუ გინახავთ, მე მაგალითად ეგეთი ადამიანი ვარ. ძალიან ხშირად ქონია ეგ. და ადრე ვერ ხვდებოდი რა მაცინებდა და ხალხი შეურაცხყოფას იღებდნენ კაცო, მე რო სიცილს ვიწყებდი. და თურმე მე, ეხლა ჩემ მშობელს ამას ვერ მივაწერ, გარემოდან მივიღე მესიჯი, რომ არ უნდა მეტირა. იმიტომ რომ ჩემ ბავშვობებს ძალიან ჩაჭერილი იყო, რომ გოგორო ხარ მტირალა ხარ, გოგორო ხარ მტირალა ხარ ესე. და მე გადავწყვიტე, რომ არ ვარ მტირალა რა. მე რა რო გოგო ვარ და ავდექი და აუკრძალე ჩემ თავს ტირილი და მე იყო ხოლმე წავიქცეოდი, მუხს მივარტყავდი, არ ვიცი ხელს მოვიტეხავდი თუ რას ვიზავდი და ვიცინოდი ესე ბავშვობიდან. და შემსჩა ეს და ეს რა არის? ეს სიცილი ჩიტი გამოფრინდაზე გახედვა არის საკუთარი თავისგან. ანუ მე კი მტკივა, მაგრამ ვიცინი ვარ, თვალს ვარიდებ. ამიტომაც მეორე ეტაპი და მეორე თავი ამ დღიურის, თქვენ არ იფიქროთ, რომ ეს დღიური ბარბარასი არ იყოს, მე შემთხვევით ავაწყე ესე. არ არის აქ შემთხვევითი არაფერი. აქ მე ავაწყე იმის მიხედვით, თუ რას ვაკეთებთ ხოლმე ჩვენ გაუცნობიერებლად საკუთარ თავთან. პირველი არის გრძნობის ჩახშობა და მოთმენა, მეორე არის რომ ვიგძენი, მაგრამ ვიგძენი თუ არა თვალი ავარიდე, გადავერთე სხვა თემაზე. და აქ შეიძლება საკუთარ ცხოვრებას აიგნორებდეს ადამიანი, თქვენ წარმოიდგინეთ. ან აიგნორებდეს სხვა ადამიანებს. და მაგ შემთხვევაში კონტაქტში ვერ შევა. და კონტაქტში თუ ვერ შევა, ნეირონები იწყებენ კდომას, უხეშად რო თქვა, და ეს ძალიან ტკივნეულია. ესეც ასე. ეხლა შემდეგი თავი არის ძალიან მნიშვნელოვანი. მომწავლავი რწმენები, ესე ქვია. რას ნიშნავს ახლა ეს? ეხლა ბავშვობაში გენაცვალეთ, ის ხო თქვი რომ შეგრძნება ჩავხსენი და თვალი ავარიდე. და ეხლა დამიწყებენ რომ გარედან სწავლებას და იდეაში სხვა გზა არა აქვთ კიდეც, მაგრამ ნუ როგორც შეუძლიათ ისე მასწავლია, სამყარო როგორ არის მოწყობილი. და იწყებენ გარე სამყაროზეც და ჩემ თავზეც ლაპარაკს. აი მაგალითად ეს, არ ვიცი, ნიჭიერი ბავშვია, ან უნიჭო ბავშვია, ან ზდილობიანია, ან უზრდელია, ან არ ვიცი, ესეთია, ისეთია, ეს რა გამოვა ვაიმე, დამაქცევარი იქნება, ან პირიქით ეს აგვაშენებს, ესა და ესენი უბრალოდ საუბრობენ და მე ბავშვი რო ვარ იქ და ვზივარ, ხო, ვიწოვ, აი მე მწყურია ახლა ინფორმაცია მივხვდი, სულ კითხვებს ვსვავ, მაინტერესებს სამყარო როგორ არის მოწყობილი, იქ კონტაქტში შევდივარ, რა ძალდაღონე მაქვს, ვიბრძვი რომ ყურადღება მივიქციო და ამას სხვათა შორის ბავშვობაში ხო საყვედურობენ ადამიანს და მე არის ხოლმე რომ შენ ყურადღების მიქცევა გინდა? აი გეგონება დავაშავე რა. კი, მინდა. მე რა პრობლემაა, მინდა ყურადღების მიქცევა, ვისაც არ უნდა ხელი აიწიოს. მე ძალიან გამიკვირდება ადამიანი, ვისაც ყურადღება არ სიამოვნოს, საოცრება იქნება ჩემ თვალში. ხო და აი ამ ყველაფერს ბავშვობაში ეს ასე რომ მინდა ყურადღება და ასე რომ გაფაციცებით ვაკვირდები სამყაროს, ჯერ ისევ რომ ღია ვარ მაინც რა, ამდენი ტკივილის და მიუხედავად, აი ამ მომწამლავ რწმენებს ჩამაგონებენ ახლა. ძალიან ბევრს.
რომ არ ვიცი მე ესეთი ვარ თუ ისეთი ვარ, ჯერ ჩემი თავის შემომსაზღვრელი, რომ ესეთი ვარ და ისეთი ვარ ვიღაცის აზრით. და მე ჯერ პიროვნება არ მაქვს ჩამოყალიბებული, ვიჯერებ ამას, რომ ესეთი ვარ. აი ამ დროს ძალიან ხშირად ეს არის ის, რაც მშობელს ან უნდა რომ ვიყო, ან ეშინია რომ ვაიმე ეს არ იყოსო და ამ ორ რაღაცას უხეშად ვიტყვი მატენის რა, რომ ესეთი ხარ, ისეთი ხარ. და მეც ვიჯერებ, რომ ესეთი ვარ, ისეთი ვარ. რაღაცები ჩემი ბავშვობიდანაც მახსენდება. ეხლა და გარე სამყაროზე კიდე ქალები ესეთები არიან, კაცები ისეთები არიან, არ ვიცი, მამა შენი ესეთია, დედა შენი ისეთია, ბებია შენი ასეთია, ერთმანეთზე საუბრობს ეს ხალხი რა და რაღაცა პერიოდი ბავშვი ამ ყველაფერს პირდაპირ იღებს უკრიტიკოთ. არ ვიცი, 2-3 წლის ბავშვს რო ეტყვიან, რომ პირობითად მამა შენი ცუდი ტიპია, მამა ჩემი ცუდი ტიპია. გაიმეორებს რა, იმიტომ იქ არ არის ჯერ მე საკუთარი პიროვნების ნიადაგი არ მაქვს ეხა რომ დავაკვირდე ამ მამაჩემს და გავარკვიო კაი ტიპია თუ ცუდი ტიპია. აგერ ჩემმა ავტორიტეტულმა ადამიანმა ასე მითხრა. და ეხა აქ სირთულე რაშია, იცით რომ იზრდება პიროვნება, კი ვითარდება და ძალიან ბევრ ესეთ ნასწავლ შინაარს გადმოაფურთხებს უკან, ისე უხეშად გეტყვით. და იტყვის რომ ეს ჩემი არ არის და დაახვიეთ რა. მე ჩემი აზრი მაქვს ამ ყველაფერზე, მაგრამ შეიძლება და დიდი ნაწილი რწმენების ესე ხდება, აღარც კი ცნობიერდება, რომ ეს მწამს. და აი მაგალითად მოვა ადამიანი თერაპიაზე, ესეთი საკითხით, რომ მე ზუსტად ვიცი, რომ არ ვიცი, მაგალითად მოტოციკლეთზე ჯდომა კარგია. ვიცი რა, ვიცი რომ ესეა, მაგრამ რო ვჯდები მცხვენია. ნახეთ რა ხდება? ანუ ცნობიერებამ უკვე გაიშალა ეხა პიროვნება და გაიხედა, გამოიხედა. ეხა მოტოციკლეთს პირობითად ვამბობ. ესეთ რამეს ამბობს, რომ აი მე ვიცი რომ ეს სწორია და კარგია, მაგრამ რო ვაკეთებ მცხვენია, რო ვაკეთებ დანაშაულს გრძნობ. არ ვიცი, რო ვაკეთებ ვერ ვაკეთებ, იმიტომ რომ წინასწარ ჩერდები, რაღაცამ ბლოკავს. აი ამ სიტყვებით იტყვის. და შეიძლება ძალიან სასიცოცხლო რაღაცას იბლოკავდეს. აი მაგალითად შეიძლება გაიმარჯვა და დაჯილდოების ცერემონიალზე ვერ მიდის. იმიტომ რომ შენ არ უნდა იყო აპარტავანი და შენ თავს სხვაზე მაღლა არ უნდა აყენებდეს, ეს ჩაესმის. ოღონდ სიტყვებით არ ჩაესმის, გრძნობაშია ჩასული, არც ცნობიერდება. და აი ეს არის მომწამლავი რწმენები, რომელიც ადამიანს აჩერებს, იწვევს მომეტებულ იმას სირცხვილის და დანაშაულის გრძნობებს და მესამე თავი ეძღვნება სავარჯიშოებს, რომელიც აი მეთოდურად მივყვები ადამიანის ასე ვთქვათ ბრჭყალებში ჭიები რაც არის, თითოეულ ჭიას უძღვნი თითო საებას რა თავს, რომ ის გაივარჯიშოს და აი ასე მე ამაზე კონცენტრირდება. და შემდეგი არის მეოთხე ძალიან გავრცელებული ფანტაზიები, ესე დავარქვი, იმიტომ რომ გასაგები იყოს. და რეალობისა და მენიადაგის დაკარგვა. ეს არის ხშირი. და ეს სავარჯიშოები ეძღვნება ამის დაბრუნებას. ეხლა ფანტაზიები როგორ წარმოიქმნება? ხო აღარ ვიგძენი არაფერი. გადავწყვიტე რომ არ ვიგრძნო. გაუცნობიერებლად ბავშვობაში. თვალი ხო ავარიდე, ან დავხუჭე საერთოდ, რომ აღარ დავინახო რა ეს საოცრებები, რაც ხდება და რაც მტკენს. არ მინდა რომ დავინახო. აბა არ შემიძლია ხა ბავშვი ვარ და ვერავინ მეტყვის რომ რატო არ წახვედი იმ გარემოდან, სადაც არ ქსიამ რასის, აი სად უნდა წავიდე, 6 წლის ვარ პირობითად, ხო? მერე ხომ მომწამლავი რწმენები ცალკე ხო ჩამაგონეს, რომ უჯიშო ხარ, ისახარ ეს რაღაცები მითხრეს რა ცხელგულზე და მე კიდე პირდაპირ მივიღე. იმიტომ პატარა ბავშვი ვარ და ყველაფერს ვიღებ პირდაპირ, ხო? ეს ყველაფერი ხო დაგროვდა და ეხლა თვალები რომ მიხუჭია. არის ერთი ძალიან საინტერესო ფენომენი, რაც ხდება. მე გენაცვალეთ ბავშვი რო ვარ, მე ჩემი სამყარო მაინც მაქვს. თან ძალიან დიდი სამყარო მაქვს, რითიც დავიბადე. კი, აქ იყო მცდელობა, რომ ხელი არაფერს დავადო თუ თვალები ავარიდე თუ რა გავაკეთე, მაგრამ სად გაქრება ეს ჩემი სამყარო, ეს ვერ გაქრება. ვერსად ვერ წავა, აქ ავარ. უბრალოდ არ მაცდიან ჩემ ტყავში ყოფნას. ისინიც გაუცნობიერებლად, ისინიც იმიტომ რომ მათი ბავშვობაც ასეთი იყო. ეს ჩაკეტილი წრეა რაღაცნაირად რა. და ნელ-ნელა მიდის მუშაობა და სხვათა შორის არის პროგრესი რა. ძალიან დიდი პროგრესია. აბა აკაკი წერეთლის ბავშვობის მოგონებები წაიკითხეთ სკოლაში რა ხდებოდა და მიხვდებით რამხელა პროგრესი გვაქვს. ხო და სად წავა ეს ჩემი სამყარო და სად წავა და გადაინაცვლეს ფანტაზიებში. და მე რაც მინდა და მე რაც მსიამოვნებს, ვიკმაყოფილებ ფანტაზიით. აი მაგალითად წარმოვიდგენ ისეთ ოჯახს, როგორც მე მინდა.
ისეთ სითბოს და სიყვარულს, როგორც მე მინდა, იმიტომ ეს მე ვარ, მე ესეთი ვარ, მე ესე დავიბადე რა, ყველა ასე დაიბადა. მე არის გამრუდებები. წარმოვიდგენ ვაჟკაცობას, წარმოვიდგენ თავგადასავლებს, ამას წარმოვიდგენ, იმას წარმოვიდგენ და ეს ახლა ბავშვობაში ძალიან ადეკვატური ამბავია. თვალებს დავხუჭავ თუ არა, აქ არ ვიცი რა ხდება, ამ გარემოში ხო მე ნიადაგი არ მყოფნის რო ვიყო და ეს ნიადაგი რო არ მყოფნის, ჩემსავე ფანტაზიებში გადავინაცვლებ და იქ ცხოვრობ. ფერიები მოდიან გენაცვალე იქ და ასე შემდეგ. ბავშვობაში ეს ყველაფერი ძალიან კარგად მუშაობს და იცავს ფსიქიკას. ეს ყველაფერი ფსიქიკას იცავს, რაც მოგიყევით. ცუდი ტიპი აქ არც ერთი არ არის და დღემდე აი ახლა აქ დამჟამად ამ ხელა ქალი ვზივა და მეც მჭირდება ზოგჯერ ამეების კეთება. ყველას მჭირდება და ეს არის ძალიან ჯანსაღი. დოზაშია პრობლემა. ხო და ეხლა რაშია საქმე, რომ გავიზარდე და მივეჩვიე ამ ფერიებს და ლამას სამყაროს, რომელიც რეალურად მე ვარ სინამდვილეში. ჩემიდან წარმოვიდგინე ეს ყველაფერი. გავიხედე ახლა გარეთ და უცნობ ადგილას, რასაც არ ვიცნობ, მივაწერე, რომ ესეთია. მივაწერე. იმიტომ რომ ახლა ეს ფანტაზიებში სულ ხო ვერ ვიქნები, ახლა გავიზარდე რა, არ 18-ის ვარ, 20-ის ვარ თუ რა ვარ და მჭირდება მე ახლა რომ გარეთ ვიპოვო რეალობაში, ნელ-ნელა ვცადო გადმოსვლა კონტაქტში და ცდელობას ვახორციელებ. ესენი ყველა არის კონტაქტის ცდელობა. ვახორციელებ ცდელობას, რომ ეს ფანტაზიები, რომელიც მაქვს და ჩემი ნამდვილი მედან რაც ამოდის, აბა გარეთ მოვძებნო ახლა. და ვიღაცას მივაწერო ვაჟკაცურია, ვიღაცას მივაწერო კეთილია, ამას მივაწერო ჭკვიანია, იმას მივაწერო ლამაზია, ანუ გარეთ ვიყურები რა და ვაკვირდები ამ ხალხს. და ვისაც არ ვიცნობ, არ დამინახავს და არ შემიგრძნია, მივაწერ 1000 რამეს. და როგორი მდგომარეობა ეგ როგორ ფიქრობთ? საკმაოდ სახიფათო. იმიტომ მე ხა გამოცდელი ვარ, ჯერ არ მაქვს გამოცდილება და იქ სადაც ვერ ხედავ რაღაცას, აი ბნელი ადგილია, ლამაზ ნახატებს ვაპროეცირებ, პროჟექტორი მაქვს ჩართული და იმ შავ ბნელ ადგილას, სადაც სინამდვილეში კაი რამეა, ან ცუდი რამე, არ ვიცი რა არის, ხო? კარგად მივაშუქებ ნახატებს და უყურებ და ვტყბები და მე ვამბობ, ეს ესეთია, ეს ისეთია, ეს ადამიანი ასეთია, ეს ადამიანი ისეთია და სიამოვნებაში არ არიან ეგეთები. აი ვერ იქნებიან. ეხლა მინდა გითხრათ, რომ ეგ მთელი ცხოვრება ურევია. მე მიყვარს შენში ოცნება ჩემი გალაქტიონმა რო თქვა. მაინც ურევია. ოღონდ იცით როგორ არის? შემთხვევითი არ არის ვიში ხედავ მაგ ფანტაზიებს. ეგ შემთხვევითი არ არის. ჩვენი არაცნობიერი რაღაცნაირად ნიადაგს პოულობს ნელ-ნელა. მაგრამ რა თქმა უნდა, ეხლა შენ თუ ცნობიერად ამ ყველაფერზე ივარჯიშებ და ეგერ არის, აი, ჩემივე შექმნილი სავარჯიშოები და სიზმარიც მოიაზრება ამ ფანტაზიების დამუშავებაში და მე ისევ დასასრული, აი, მანდალათი, სად არის? ვერ გადავშალე რაღაცნაირად, აი, მანდალით სრულდება. ესეც შემდეგი თავია ადამიანის ფსიქიკის მახასიათებელი ერთ-ერთი, რომელიც წარმოქმნა ბავშვობაში მიღებულმა უკონტაქტობამ, ხო? და ასე შემდეგ, ეხლა მე არ მინდა ყველა თავი გაჩვენოთ, მაგრამ აქ სულ არის 10 თავი. ეხლა მე-5-ზე ვარ უკვე, აი. ეს არის მეთოდურად ყველა ის რეაქცია ავტომატური თავდაცვის ბავშვობაში, რომელიც ჩვენ ჩაგვიჯდა, გაგვიჯდა ძვალრბილში, მოცემული არის აქ სავარჯიშოების სახით, ისე რომ მასაც შეეხები, ანუ იმ თავდაცვით მდგომარეობას და შემდეგ შეეცდები აი ამ სავარჯიშოს გზით, რომ გამოხვიდე აქედან და შეეხო რეალობას. იმიტომ ესენი ყველა არის რეალობაზე აცდენები. კონტაქტი არის რეალობაში ყოფნა და უკონტაქტობა არის უხეშად რო აღწერო რეალობიდან გამოსვლა, სხვადასხვა მეთოდით. არ ვიგრძნო, არ დავინახო, ფანტაზიებში გავიდე, რწმენები მქონდეს ეს ესეა, ეს ისეა, რომელიც მე არ შემიმოწმებია. და ასე შემდეგ. აი ესეთი არის ეს ჩემი ცხადგრძნობების დღიური, გარეგნობითაც მე ძალიან მომწონს დიზაინი, მე თვითონ ავაწყე რაღაც ფერები და ნახატები ჩაურთე. საკმაოდ საინტერესო. მანდალის გაფერადებაზეც მოსახმარებლად პალიტრა მაქვს მოცემული, შეგიძლიათ არ გამოიყენოთ ეს პალიტრა, ეგ თქვენზეა. და ეს მოკლედ ეს დღიური, სადაც ადამიანის უკონტაქტობის,
ასე ვთქვათ, სიტუაციები და კონტაქტზე სავარჯიშოები ერთად არის მოცემული, პლუს ბარბარას ეს მეტაფორული არ არის, ეს არის იმის რა ქვია, ცხადგრძნობის სავარჯიშო ბარათები, აი ძალიან საინტერესო, შემეცნებითიც და რეალურად ძალიან საჭირო ბარათები, ერთად დღეს, მხოლოდ დღეს იყიდება 180 ლარად 200 ლარის ნაცვლად და თან ეს ფული მიდის მთლიანად იმაში, რომ მე გეიმინგ სფეროში ვიყიდო კურსი და ვისწავლო ის, რაც ჭირდება, რომ ეს შემეცნებითი ვიდეო თამაში, რომელსაც ვავითარებ, მართლა გავიტანო ბაზარზე. და ეს იქნება პირველი ქართული ვიდეო თამაში, რომელშიც სამეცნიერო ნამდვილი ცოდნა არის ჩაქსოვილი და თავდაბლობის გარეშე გეტყვით, რომ ჩემი ვარაუდით ძალიან გაისვრის ეს თამაში. მე უბრალოდ არ უნდა დამაკლდეს ცოდნა. თუ როგორ გავყიდო, როგორ დავაპოზიცირო ბაზარზე ეს თამაში, ისე რომ ყურადღება საკმარისად მიიქციოს და თავის მომხმარებელი ნახოს, იმიტომ რომ ყავს. ძალიან ბევრი ყავს. ძალიან ბევრი ადამიანს უნდა რომ თან ითამაშოს და გაერთოს და თან სასარგებლო ცოდნა მიიღოს. ასევე მხოლოდ ქიმიაზე არ არის ეს ამბავი. ქიმიით ვიწყებ და მე სხვა საგნებშიც გადავალ, მაგრამ ნებისმიერი სამეცნიერო საგნის სწავლის პროცესი გონებას ხსნის. იმიტომ რომ მიზეზ-შედეგობრივ კავშირებს ავითარებს ეს. შეიძლება ქიმია კონკრეტულად ცხოვრებაში შენ არ გჭირდება ეხლა რომ იცოდე, მაგრამ ქიმიურ რეაქციებს თუ დააკვირდები, შენ ზოგადად გექნება წარმოდგენა სამყარო როგორ მუშაობს და ეს კი დაგჭირდება ცხოვრებაში. დაგებშვიდობებით ეხლა მაშინ კომენტარებში ჩავყრი ბანკის ანგარიშებს, გუშინ სტატუსი მიდევს რა ღირს და როგორ, სხვადასხვა შეთავაზებები მაქვს და დღევანდელ შეთავაზებას ამ კომენტარში დავამატებ. და დიდი მადლობა თანხის ნახევარი გუშინ ერთ დღეში ავაგროვე და ძალიან დიდი მადლობა მხარდაჭერისთვის. დღესაც თუ დამიდგებით გვერდში, თქვენს არინანებთ ამ შენაძენს, აუცილებელი არ არის თავი გტკიოდეს, ხო? რომ საკუთარ თავზე იზრუნო და მეც ძალიან დამეხმარებით. მოკეთ მადლობა და ლამაზი დღე ყველას.